როგორც ცდილობს ოცნების ხელისუფლება ირანში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე მოსალოდნელი რისკების თავიდან არიდებას. თანაც იმ ვითარების გათვალისწინებით, როცა ოცნების პოლიტიკის გამო სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულია შეერთებულ შტატებთან, მაშინ როცა ტრამპის ადმინისტრაციასთან პარტნიორობა სულ უფრო ავითარებს კავკასიის რეგიონის დანარჩენი ორი ქვეყანა აზერბაიჯანი და სომხეთი. სად არის ახლა საქართველო, რომელიც ერთ დროს რეგიონის წამყვან ქვეყნად მიიჩნეოდა, ახლა კი შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ყურადღების მიღმაა დარჩენილი. მაგალითად, ხელშესახების შედეგი ოცნებამ ვერც სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კობახიძესთან სატელეფონო ზარით მიიღო და საქართველო ვერც ვიცე-პრეზიდენტის მარშრუტში მოხვდა, როცა ჯეიდი ვენსი ბაქოსა და ერევანს ესტუმრა. ცდილობს თუ არა ახლა ივანიშვილის ხელისუფლება ურთიერთობის დაალაგებას ამერიკასთან ტრამპის ინიციატივით დაწყებული სამშვიდობო მოლაპარაკებების შედეგად შექმნილი ტრამპის მარშრუტის მონაწილე ქვეყნების დახმარებით. და რას უკავშირდება აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ვიზიტი საქართველოში, ისევე როგორც მისი შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან. ქეთი ნადიბაიძე გააგრძელებს თემას, ის ცდილობდა ამ კითხვებზე პასუხების მოპოვებას. ქართული ოცნების პოლიტიკური ოპონენტები ვარაუდობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი დიდი ალბათობით შეეცდება აზერბაიჯანის პრეზიდენტის შუამავლობით დაარეგულიროს და აღადგინოს ურთიერთობა ამერიკის ხელისუფლებასთან. პარადოქსულად მიაჩნიათ ეს ვითარება, როდესაც ქვეყანა, რომელიც რეგიონში მოწინავე იყო, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის კუთხით, დღეს მას უკვე სჭირდება შუამავლების საიმისოდ, რომ ეს პარტნიორობა განახლდეს და ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორთან დაალაგდეს, თუმცა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ძნელად წარმოუდგენია რა როლის შემტანი შეიძლება იყოს ამ პროცესში ილჰამ ალიევის ფაქტორი, რადგან დღეს ბიძინა ივანიშვილი არაპირებს უარი თქვას იმ მმართველობაზე, რომელი მმართველობის გამო საქართველო ამერიკის მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა დაზიანდა და გაფუჭდა. ზოგადად უნდა აღინიშნოს ის, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს აზერბაიჯანის მაღალი დონის ვიზიტი, ილჰამ ალიევის ვიზიტი დღეს საქართველოში, რეგიონის სტაბილურობის, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე. გარდა ამისა, საქართველოსთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ეს ვიზიტი რეგიონში დაწყებული გრძელვადიანი ისტორიული პროცესებიდან გამომდინარე, რომელიც უკავშირდება სატრანსპორტო, სავაჭრო, ეკონომიკურ პროცესებს, თუმცა ქართული ოცნების კრიტიკოსები, მათ შორის პოლიტიკოსები თუ ანალიტიკოსები ამბობენ, რომ დღეს ქართული ოცნება ამგვარ ფორმატებსაც იყენებს პირადი პარტიული მიზნებისთვის, რომელიც ქვეყნის ინტერესებთან თანხვედრაში არ არის. აზერბაიჯანი არის ამერიკის ინტერესებიდან გამომდინარე, რეგიონში ამერიკის ინტერესებიდან გამომდინარე და ერთ-ერთი საკვანძო სახელმწიფო თავისი რესურსებიდან გამომდინარე, იმ ტრანზიტებიდან გამომდინარე, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ დაიწყო აზერბაიჯანთან სომხეთს შორის. ამიტომ ივანიშვილთან შეხვედრაც ამ კონტექსტში შეიძლება დავინახოთ, რომ ივანიშვილს თავისი ინტერესები აქვს, რომელიც იდენტური შეიძლება იყოს რუსეთის ინტერესებთან და სწორედ ამას გულისხმობ, როდესაც ვამბობ, ივანიშვილი არის მახეში. მან უნდა უპასუხოს რუსეთის ინტერესებს ისე, რომ მის წინააღმდეგ არ შემოტრიალდეს რუსეთი ივანიშვილის წინააღმდეგ, მაგრამ ასევე ამერიკის დაინტერესებას უნდა გასცეს პასუხი, რომ არ მოხდეს მის წინააღმდეგ ისეთივე სანქციების გამოყენება, როგორც გამოიყენეს დანარჩენი ავტორიტარული ლიდერების წინააღმდეგ. ამიტომ ეს მახე არის ივანიშვილისთვის სერიოზული გამოწვევა და სწორედ ამას სჭირდება თუნდაც ალიევთან პირდაპირ შეხვედრა და კომუნიკაცია. ცხადია, აზერბაიჯანი არის საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი მეზობელი და მოწმე სახელმწიფო. ამავე დროს ჩვენ უნდა შევნიშნოთ და ძალიან მკაფედ უნდა ვთქვათ, რომ ქართული ოცნება მიუხედავად საკუთარი გამუდმებული შეხვედრებისა ალიევის ხელისუფლებასთან არასოდეს არ გვეუბნება მკაფიოდ თუ რა საკითხებს განიხილავს, ლობირებს თუ არა რაიმე კუთხით ეროვნულ ინტერესებს და ძალიან კონკრეტულად ლობირებს თუ არა რაიმე კუთხით გარეჯის საკითხს, რომელზეც თვითონ ქართულმა ოცნებამ ჩვენ გვახსოვს აწარმოა პოპულისტურ დემაგოგიური ვითომ ნაციონალისტური კამპანია და ეს არის კიდევ ერთი ძალიან კარგი დასტური იმისა, თუ როგორ არა ეროვნული, არა სუვერენული და არა ნაციონალისტურია ქართული ოცნება, რომელიც რეალურად არასდროს არც ერთხელ არაფრით არ იცავს ქართული ხალხის ინტერესებს.
სამთავრობო მედია ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სანამ ილჰამ ალიევი საქართველოს დატოვებს, ის შეხვდება ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს. მეტი დეტალი ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ ვიცით, როდის დაიგეგმა ეს შეხვედრა, ეს არის სპონტანური თუ წინასწარ იყო განსაზღვრული. ეს არის ის დეტალები, რომლის შესახებაც ჯერჯერობით ქართული ოცნების წევრებიც განმარტებას არაკეთებენ. რაც შეეხება ილჰამ ალიევის შესაძლო შუამავლობას საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, დღეს ქართული ოცნების წარმომადგენლები გვეუბნებიან და იმედიანად არიან, რომ ქართულ მხარეს შუამავლები არ სჭირდება და იმედს ამყარებენ ბოლოდროინდელ ინფორმაციებზე, მათ შორის იმის შესახებ, რომ საქართველოში მაღალი რანგის დელეგაციას ელოდებიან დაახლოებით აპრილის თვეში. დინამიკას აშკარად ხედავთ ბოლო პერიოდში, მათ შორის იცით თქვენ, რომ გაცხადებული იქნა, რომ შეერჩევინებოდებით კიდევ ერთ დელეგაციას აპრილის თვეში, ასე რომ საქართველოს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას თავისითაც ალაგებს, რაც შეეხება საქართველოს და აზერბაიჯანის უნიკალურ მეგობრობას და თანამშრომლობას სახელმწიფოების შორის გულისხმობა, მათ შორის შუადერეფანთან დაკავშირებით, ესეც უკვე აწეულები გრძელდება და ასე იქნება მომავალშიც. შუადერეფნის როლზე იყო საუბარი და ასე შემდეგ, მაგრამ განცხადებები ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრა. ქართული ოცნება სთხოვს თუ არა ოფიციალურ ბაქოს დახმარებას, რომ დაალაგდეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. საქართველოს არანაირი მიმართვა არც აზერბაიჯანის, არც სხვა რომელიმე ქვეყნის მიმართ არ გაუკეთებია, რომ თხოვდეს რომელიღაცა ქვეყანას ამერიკის შეერთებული შტატები იქნება თუ სხვა ქვეყანა მასთან ურთიერთობის, ასე ვთქვათ, აწყობაში თუ დაალაგებაში თუ გაღრმავებაში რაიმე როლი შეასრულოს. მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ, ასე ვთქვათ, ხელშესახები გახდა საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურ ინსტიტუციებს შორის შეხვედრები, კონსულტაციები. დაველოდოთ და ვინ იქნება ამერიკის მხრიდან დელეგაციის შემადგენლობაში, ამას თვითონ ამერიკელები გააჭვერებენ. ველოდებით განახლებული ინფორმაციას ილჰამ ალიევის თბილისურ შეხვედრებთან დაკავშირებით. ერთი შეხვედრა, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, დარჩენილი და ეს არის ბიძინა ივანიშვილთან, მის ბიზნეს ცენტრში უმასპინძლებს ის აზერბაიჯანის მაღალი დონის დელეგაციას. რა იქნება საკითხები, ასევე როდის დაიგეგმა ეს შეხვედრა, არის თუ არა მაგალითად სპონტანური თუ მანამდე იყო განსაზღვრული ეს ფორმატი. ეს არის ის კითხვები, რომელიც არსებობს. ჯერჯერობით ამ კითხვებზე პასუხი არ გვაქვს. ველოდებით განახლებული ინფორმაციას. მე საზოგადოებას შევახსენებ, რომ ილჰამ ალიევი დილიდან ხვდება მიხეილ ყაველაშვილს, ირაკლი გობახიძეს და ასევე შედგა გაფართოებული შეხვედრაც აზერბაიჯანელი და ქართველი მინისტრების მონაწილეობით.